თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლილი მსხილაძემ პროევროპულ საპროტესტო აქციებზე სათვალთვალო კამერების დაზიანებისთვის დაკავებულ 26 წლის გურამ ხუტაშვილსა და 23 წლის დანიელ მუმლაძეს 3 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ისინი დაკავების დღიდან აღიარებდნენ დანაშაულს და ამბობდნენ, რომ ზარალს აანაზღაურებდნენ. თუმცა თვეობით ლოდინის მიუხედავად მათ საპროცესო შეთანხმება არ გაუფორმეს. განაჩენის გამოცხადებამდე ადვოკატებმა მოსამართლეს შესთავაზეს ეხელმძღვანელა სისხლის სამართლის კოდექსის 50 მუხლით, რაც ვადიანი თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს და განსაზღვრავს, რომ სასამართლო უფლებამოსილია განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა თუ ბრალდებული აღიარებს დანაშაულს, ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. ადვოკატების სასჯელის 1/3 შემცირებას ითხოვდნენ. მოსამართლემ მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. ლილი მსხილაძის თქმით, ეს მუხლი არ უნდა იქნას გამოყენებული, რადგან მისივე შეფასებით სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართულმა ძალადობრივმა ქმედებებმა მასობრივი ხასიათი მიიღო. ხუტაშვილი და მუმლაძე გასული წლის დეკემბერში სხვადასხვა დღეს ერთი ბრალდებით დააკავეს. პროკურატურა ორივეს აქციის მიმდინარეობისას რუსთაველის გამზირზე მდებარე სათვალთვალო კამერების ჯგუფურად დაზიანებას ედავებოდა.